სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. დღეს ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი იმ მოვლენებზე ჩვენ მხატვრულ ცხოვრებაში, რომელიც 70-იანი წლების ბოლოს უკავშირდება და 80-იანებში გადადის. თუმცა თქვი კიდევაც, რომ ამ ჯგუფს ხელოვანთა ჩვეულებრივ 80-იანელებად იხსენიებენ. მე პირადად ეს ზუსტი არ მგონია, ვინაიდან 80-იანელები კიდევ სხვები არიან, რომლებიც ამათგან რამდენადმე კი არა და გვარიანად განსხვავდებიან. რა ვიცი, ახლა ეს ბოლოს შეთანხმების საკითხია. მაგრამ ვიდრე თვითონ ამ ადამიანებზე ვიტყოდი, კიდევ რამდენიმე რამ დამრჩენია სათქმელი, როგორც გავარკვიე. ზუსტად გავიხსენე, როცა დღევანდელს ჩვენ საუბარზე ვფიქრობდი, წინარე აწლეულიდან 60-იანი წლების მეორე ნახევარი 70-იანის პირველი. ეს არის ორი საკითხი, ეს არის პირველ ყოვლისა წიგნის დასურათება, საბავშვო წიგნის დასურათება, რომელიც ამ დროს ძალიან გააქტივურებულია და იქ არიან ადამიანები, რომლებიც მარტო ამაზე მუშაობენ, მაგალითად შალვა ცხადაძე, რომელიც არის ჟურნალ დილის მხატვარი და წიგნებსაც ასურათებს. არიან სხვები, მაგალითად დეისაძე, რომელიც დაზგურ გრაფიკაშიც მუშაობს, მაგრამ წიგნსაც ასურათებს. არიან მაგალითად როგორც თამას ხუციშვილი, რომელიც არის ფერმწერი, მაგრამ ხშირად ასურათებდა. ზოგჯერ საბავშვო და არა მხოლოდ საბავშვო წიგნში ჩნდებიან საზოგადოოდ უფრო ფერმწერლები, მაგალითად ზურაბ ნიჟარაძე, ხომ, რომელიც აკეთებს ყდას დავუშვათ ლუის კეროლის სახელგანთქმული წიგნისას ალისა საოცრებათა ქვეყანაში. და ისვე აკეთებს ციკლს ილუსტრაციებისა შექსპირის ტრაგედიებისადმი, შექსპირის 5 ტომეულისთვის, რომელიც სამწუხაროდ არ დასრულდა, 3 ტომეულად დარჩა. თუმცა რამდენიც ვიცი, გამზადებული აქვს განსვენებულ ნიკო ღიასაშვილის 5-ვე ტომი, რა ვიცი, ეგება ვინმეს ოდესმე დაუჯდა შკვაში ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ეს ერთი რამ და საერთოდ წიგნის გრაფიკა ამ დროს ძალიან უხვად არის წარმოდგენილი. უფროსი თაობაც ლადო გრიგოლია, რომელიც აქტიურად მუშაობს. მომდევნო თაობას მაგალითად ოთარ ჯიშკარიანის სიტყვაზე. ან დუნდუა. ერთია მხოლოდ რომ კლავაც რჩება მძიმე საკითხად პოლიგრაფიის ხარისხი. ფაქტიურად დაბეჭდილი წიგნი და მისი დახატული დედანი იმდენად სხვაობს ერთმანეთისგან, რომ ზოგჯერ ფიქრობ, იქნებ სულ ნუ იქნებოდა დაბეჭდილი ეს მშვენიერი ნამუშევარი, ასე რომ არ წაბილწულიყო, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგავს ხარისხს და ზოგჯერ საერთოდ ვერ მიხვდები, რომ ეს გამოვიდა, როცა ნახავ დედას ცხადია, თურმე სულ სხვა რამედანა, შენ რო გეგონა რაღაცა ფერული მოუწესრიგებელი, თურმე უბრალოდ არასწორად მოჭრილია, არასწორად განთავსებულია, ფერი დაკლებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ პირიქით რაღაცა იყო ასეთ ფაქისფერადობნებაზე აღებული და იმისთან აკივლა პოლიგრაფიამ რომ შეგეშინდა. რა შესამახლია. ხატრებზე არ იყო რასაკვირველია დამოკიდებული. ცდილობდნენ სხვა შორის ამარტივებდნენ გამას, ამარტივებდნენ ნახats, რომ მინიმალური სირთულე შექმნოდა ტექნიკაზე, სულ ერთია გამოდიოდა საკმაოდ შემაწუხებელი ხარისხობრივი სხვაობა. მეორე პრობლემა, რომელიც აგრეთვე აუცილებლად უნდა ვახსენო, ეს გახლავთ ქანდაკების საკითხი. საქმე ის გახლავთ, რომ აი იმ თაობის მერე 50-იან წლების ბოლოს რომ გამოჩნდა და უფრო ისე გათვალსაჩინოვდა საზოგადოებისთვის 60-იან წლებში ელგუჯი ამაშუკელი, მერაბ ბერდენიშვილი, გიორგი ოჩიაური, ჯოან შერ მიკატაძე, იგივე ჯუნა. შემდეგი მათზე უმცროსი მოქანდაკეები ნაკლებად აღმოჩნდნენ საზოგადოების ყურადღების თვალსაჩინოში. მართალი გითხრათ, მე თვითონაც ისინი მთლად კარგად არ ვიცი. შემიძლია მეტნაკლებად კარგი წარმოდგენა ვიქონიო 3 მოქანდაკეზე, რომელზეც არის ნაკვლევი ჩემ სამწუხაროდ უდროოდ გარდაცვლილმა კოლეგამ სოფი ესელიანმა იმუშავა, ეს არის ჯემალ შანშიაშვილი, რომელთაც აი ის 50-იანელები ერთგვარ თავის მოკავშირედ ხედავდნენ, როგორც ფერმწერ გრაფიკოსები, უფრო მეტად მე მგონი ვიდრე
მოქანდაკეები, ხო, გრაფიკ დამსურათებლებში აუცილებლად უნდა ითქვას ჯემალ ლოლოას სახელი, არ შეიძლება სხვაგვარად, მას უამრავი წიგნი აქვს. საბავშვო პირველ ყოვლისა დასურათებული და ის ნამდვილად არის ერთგვარი ესეთი მიკროეპოქა ჩვენი წიგნის მხატვრობის. შემდეგ არის რუსუდან გაჩეჩილაძე, ძალზე საგულისხმო პორტრეტისტი და თენგიზ კიკალიშვილი. აგრეთვე ძალზე საგულისხმო მოქანდაკე, საკამათო რაღაც შემთხვევებში ვთქვათ, როცა მისი ქანდაკება იძენს დიდ მასშტაბს და ქუჩაში გამოდის კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი ან შოთა ყავლაშვილის ძეგლი ბარათაშვილის ქუჩის თავში. ყოველთვის კამაცი იწვევს და მე მგონი ვერ ხერხდება რაიმე საერთო აზრის შემუშავება. მაგრამ სრულებით უდაოდ საინტერესო პორტრეტისტი ისიც. მაგრამ კიდევ არიან სხვაებიც, ახლა სახელებად შემიძლია ვთქვა, რომ კიდე გააზრება უნდა. აი ახლა დაიწერა წიგნი, რომელიც ჯერ დაბეჭდილი არ არის და შესაბამისად მე ვიცი მარტო თეზისები და არ ვიცი იქ რა გამოვიდა საბოლოო ჯამში. ქალბატონ თამარ შავგულისა იქ იქნება ეს მოქანდაკება ესეთი წინარე ხანაც არის საკვირველია, მაგრამ ესეთი მახვილი არის გაკეთებული სწორედ 70-იან, 90-იან წლების მოქანდაკეებზე და ალბათ უფრო რაღაცა სრული სურათი გვექნება. ამ წუთში ის ჩვენ არ გვაქვს, მე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს, ხო მე არ მიმუშავე ქანდაკებაზე ნამდვილად. ახლა რომ მივხედოთ უკვე თვითონ იმ ეგრეთ წოდებულ 80-იანელებს, ამ თქვათ ასე, 80-იანელების პირველ დასს. ჩვეულებრივ აქ არის ხოლმე 4 სახელი, ალბათ არის მეტი. ალბათ კი არა, ნამდვილად არის. მაგრამ მაინც როგორღაც სახე ამ თაობის, ამ თუ ქვეთაობის, აღარ ვიცი, არის ეს 4 ადამიანი. ირაკლი ფარჯიანი, ლევან ჭაღოშვილი, გია ბუღაძე და მერაბ აბრამიშვილი. არიან სხვაებიც, ну სიტყვაზე ლევან ტატიშვილი, ბესო არბოლიშვილი, იური ბერიშვილი, ალბათ კიდევ სხვაებიც შეიძლება გაიხსენოს ადამიანმა არა ერთი და არა ორი, მაგრამ ნაგი ვამბობ, ეს ერთგვარი მანიფესტური თუ დეკლარაციული ფიგურები ამ თაობისა, ეს 4 არის. ჩემს წარმოდგენაში ისინი თავის დროზე ერთიანდებოდნენ ერთი სახელით. მინდოდა დამერქვა მათთვის ნეორომანტიკოსები. ვარქმევდი კიდეც და არა მხოლოდ მე. გარკვეულად ეს გამოჩნდა ორგანიზაციულადაც. ყოველ შემთხვევაში გია ბუღაძე და ლევან ჭაღოშვილი სხვა მხატვრებთან ქეთევან მატაბელთან, მაგალითად იმავე ბესო არბოლიშვილთან, გია გუგუშვილთან ერთად ერთი-ორი გამოფენა გამართეს. ლევან ლაღიძე იყო ერთ-ერთი, ესეც არც თუ ხელწამოსაკრავი, მხატვარი სრულებითაც არა ხელწამოსაკრავი. მაგრამ ისინი მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ საბოლოო ჯამში რაღაცა ასეთ მოძრაობად. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ირაკლი ფარჯიანმა თავიდანვე შორს დაიჭირა თავი. მერაბ აბრამიშვილი საკმარისად გვიან გამოჩნდა ასე საზოგადოებისთვის. ესეთი რაღაც სხვანაირი ხასიათის ადამიანი იყო, ეთყობა და არ შემოვიდა რაიმე ასეთ პირდაპირ, მე მგონი სიტყვიერ კავშირშიც კი რაღაცა დიალოგიც კი არ იყო, თქვა თან ირაკლი ფარჯიანთან საუბარი მაინც იყო. მე არ გამიგია რომ მერაბ აბრამიშვილთან ვინმეს აი ამ დანარჩენ სამს რაიმეზე ქონოდა აზრთა გასვლა, გამოსვლა, რაღაცა საერთო თვალსაზრისზე ბჭობა ან რაღაცა ამდაგვარ. ახლა ამ ჯგუფისთვის საერთო არის კიდევ ის, რომ მათი თემატიკა საკმაოდ რთულად იმკვიდრებდა ადგილს მაშინდელ სივრცეში. ლევან ჭაღოშვილი მაგალითად ყვება ხოლმე ამ ისტორიას ასე, რომ მას აკრძალული ჰქონდა გამოეფინა თავისი დიდი სერია, რომელსაც დღეს ის ეძახის განადგურებული არისტოკრატია, მაშინ ესეთ სახელი არ უთქვამს, მე არ მახსოვს, მე მგონი არ უთქვამს. მე ვიტყოდი, რომ ეს დღევანდელობისთვის უფრო გასაგებია რა საკვირველია, მაგრამ სინამდვილე იყო კიდევ უფრო მძიმე.
იმიტომ რომ ასეთ პირდაპირ აკრძალვამდე ვიღაცა გაჯავრებულ ძიას და ექნია მისთვის მუშტი და ეთქვა რომ შენ როგორ გაბედე ამ სურათის საქმე უტანა და წაიღე აქედან მოაშორე და აღარ დაგვენახო, აქამდეც არ მისულა საქმე. აზრადაც არ მოგვსულია, მე მახსოვს ეს საუბრები. რეკეღა ლევანს ბევრი ქონდა უკვე მაშინ 70-იანი წლების ბოლოსკენ ეს ფოტოსურათები გადაქცეული ტილოებად, არა სურათების ტრანსფორმაცია, ფოტოების ტრანსფორმაცია ფერწერად, არამედ ფოტო როგორც მოტივი, რომელიც შემდეგ იქცეოდა სრულებით სხვა რამედ. საკმაო რაოდენობა არსებობდა უკვე. ჩვენ სულ ვეუბნებოდით რომ მოდი მოამრავლე პორტრეტები და ქონდა ძალიან კარგი აქვს ახლაც ძალიან კარგი პორტრეტები მამამისის ცნობილი მათემატიკოსის გიორგი ჭოღოშვილის რესტავრატორ სოსო ბანძელაძის მაია ციციშვილის ავტოპორტრეტი და სულ ვეუბნებოდით რომ ესენი კიდევ დაამატე და ესენი გავიტანოთ იმიტომ რომ ამას ხო ვერ გაიტან აზრადაც არ ქონია რომ ის ოდესმე სადმე გამოჩნდება დიდ სივრცეში ეს იყო ის თვითცენზურა, რომელიც არ ვიცი, შეიძლება დღევანდლამდეც კი გამოყვა. ცუდი რამაა, უნდა გითხრათ. კარგია როგორც თვითკონტროლის ჩვევა, იმიტომ რომ მე არ მიმაჩნია სწორად, რომ რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი უნდა აყრანტალო, როგორც ეს მიღებულია უკვე და ახლობით 200 წელია. ეს ასე არ არის. ადამიანი პასუხს აგებს თავის ნათქვამზე, თავის გაკეთებულზე, გარეთ გამოტანილზე. ის პასუხს აგებს იმაზე რა იფიქრეს და რა დაემართათ ადამიანებს, რომლებმაც თავის და უნებურად შეიძლება მიიღეს მისგან ეს როგორც დღეს იტყვიან გზავნილი. მაგრამ როგორც სრულებით უაზრო თვითშეზღუდვა, რომელსაც რაღაცა მართლა დიდ ღირებულებებთან და დიდ პრინციპებთან კი არა აქვს საქმე, ვიღაცა ჭკუა მოკლე ადამიანების აჩემებებთან და აბსოლუტურად უაზრო აკრძალვებთან, რომელიც რას ეფუძნება კაცმარიცის და ეს ნამდვილად გვაქვს ჩვენ და ეს იყო იცით თაობების თვისება სადღაც რა ვიცი რომელი წელი იყო 77 შეიძლება ამ ხანებში ჩემმა მასწავლებელმა ბატონმა ლეო რჩეულიშვილმა მითხრა ერთხელ რომ შენო მალეო არც დაწერ იმას რაც არ შეიძლება გამომზეურდესო აი შენს გონებაში მაკრატელი გაჩნდებაო რომელიც ჩამოჭრის იმას რაც შეუძლებელიაო და მართლა გაჩნდა და მე მაქვს რამდენიმე ნაშრომი რომელიც მე 80-იან წლებში დავწერე უბრალოდ იმისთვის რომ რამდენიმე ადამიანისთვის ну თქვა 10 ადამიანისთვის ჩემს სამსახურში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ეს გამეზიარებინა და ამას რომ ოდესმე დავბეჭდავდი საერთოდ არ მიფიქრე უბრალოდ ზუსტად ვიცოდი რომ არა ну მე ეს გადავარდა მადლობა უფალ საბჭოთა ხელისუფლება როგორ შეწუხდებიან ახლა ისინი ვინც ამას სამოთხეთ იგონებს მაგრამ ну რა ვქნა ახლა ეთყობა რაც მათ ესამოთხეებად მე მეჯოჯოხეთება და რა მაშინღა თან მე მაშინაც არ მიფიქრე იმის გამოქვეყნა მართალი გითხრათ გაიხსენეს ხმებმა და მითხრეს მოგვეციო თორემ როგორღაც ისე მქონდა კი ვიცოდი რომ ეს უკვე შეიძლება მაგრამ ხომ არ დამიწერია ისე საჟურნალოდ ხო და ეს მაკრატელი არ იყო მარტო ჩემ თავში ეს ყველასთან იყო სხვაშორის რამდენადმე უფრო თამამი ამ ხრივ აღმოჩნდა ირაკლი ფარჯიანი თუმცა მისი პირველი ნამუშევრები რომელიც მან გამოიტანა მე მახსოვს რაღაცა ზღაპარი ეწერა მე მგონი რაღაც ასეთი ჩრდილოევროპული ზღაპრების ჯუჯებივით რაღაც არსებები ყავდა და ხატურის სხვაშორის დიდად არ მომეწონა ეს სურათი მერე იყო თუ არ ვცდები პორტრეტი მერე იყო ნატურმორტი მაგრამ უკვე 80-იანი წლების ცოტა რა მონაკვეთია ეს ფიქრობ ეს იყო 84 წლის გაზაფხული, არა 83 წლის გაზაფხული ალბათ. აი მაშინ უკვე მან გამოიტანა თუ მე სწორად მახსოვს ჯვარცმა. ისე გამიკვირდა როცა ის გამოფენაზე დავინახე. ძალიან კარგი დიდი ჯვარცმა. არ ვიცი რა მოხდა. მოახლოებული იყო ეს პერესტროიკა ეგრეთ წოდებული გარდაქმნა თუ რა იყო. ყოველ შემთხვევაში აი ასე ნამდვილად იყო და ამავე გამოფენაზე მე მგონი არ მეშლება და ეს ერთი გამოფენა იყო აი თვითვინავის გამტაცებლების სოსო წერეთლის და მიქა ბერიძის ნამუშევრების აბსტრაქციები. ნუ რაღაცა ესეთი მეტნაკლები მოშვება ჭანჭიკებისა თითქოს უკვე იყო.
აი თუ მეშლება და რაღაცა სხვა ქონდა აქ ირაკლის და ნატურმორტი ქონდა და ის მერე იყო. ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე როცა ამის პირველი საშუალება გაჩნდა ირაკლი ეს რელიგიური სურათები გამოიტანა. ლევან ჭოღოშვილმა დიდ გამოფენაზე გამოიტანა ეს სურათები მხოლოდ 95 წელს. და მანამდე იყო ორი გამოფენა პატარა, სადაც მომცრო ნამუშევრები ქონდა, მაგრამ ეს იყო ფაქტიურად, ნუ ხა იატაკქვეშეს და არალეგალურს ვერ ვიტყვი, მაგრამ ნახევრად შინაური გამოფენები, ერთი იყო სათეატრო საზოგადოებაში და ერთი კიდევ მხატვრის სახლს ქონდა პატარა დარბაზი, სადაც მე მგონი შედიოდა, რა ვიცი, რა პროცენტი გამოფენების დამთვალიერებლების, ალბათ ნახევარი, იმიტომ რომ უმრავლესობა საერთოდ იცოდა რომ დარბაზია. აი ესე დარბაზში დაუთმეს მაშინ. მუნდა გითხრათ რომ უკვე ამ მეორე დარბაზში მე გამიჩნდა შიში რომელიც შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს მანამდე მე სულ იმედი მქონდა რომ ამოქმედება ჩვენს მხატვრებთან ესენ ჩემი თაობის ადამიანები არიან ჩემი ტოლები ირაკლი ფარჯიანი ან ცოტა უმცროსები დანარჩენები ყოველ შემთხვევაში რაღაცა ისე ერთ ალღათ აღვიქვამდით თავს ოსპროში მე ასე აღვიქვამდი შეიძლება დანარჩენებს სულ არ უფიქრიათ მაგივრად არ ვამბობ ჩემს განცდას მოგახსენ და ასეთი იმედი გამიშთა რომ იქნება ამ ჯერზე მაინც მეთქი იძალოს რომანტიულობამ სწრაფამ აბსოლუტურისკენ რაც არ მოხდა ევროპულ რომანტიზმში სადაც ამ სწრაფას შეუღლა ახალდროინდელი ინდივიდუალიზმი და რომანტიულობა რომანტიზმად გადააქცია. მაგრამ მეორე გამოფენაზე მე უკვე დავინახე რომ ჩვენ შემთხვევაში იგივე ხდება და მოხდა კიდეც. და როგორც მაშინ ამჯერადაც ეს ერთობა აღმოჩნდა ძალიან სწრაფწარმავალი, ძალიან იოლად შლადი და საბოლოო ჯამში ეს განწყობილებაც ნელ-ნელა განკარგა. რა ვიცი ახლა თვითონ მხატვრები შეიძლება ამას განიცდიან როგორც თავისთვის სასიკეთოდ იმას რომ გია ბუღაძემ თქვა უამრავი სხვადასხვა რამ გამოიარა და ისეთ განსხვავებულ ნამუშევრებს აკეთებს ხან რაღაცა ამერიკული რეალიზმის ყაიდის სურათები გაუჩნდება ხან რაღაცა რეტროსპექტიული ნამუშევრები ხან იმდენად სუფთა ალეგორია რომ იქ მხატვრულ ღირსებაზე ხელოვანი თითქმის რომ უარს ამბობს ნუ უარს არ ამბობს რა თქმა უნდა მაგრამ ყველაზე ნაკლებად იმას ითვალისწინებს წინ სათქმელი მოაქვს და არა გამოთქმის ფორმა ან თქვათ ლევან ჭოღოშვილი რომელიც აკეთებს ამ ვიდეო არტებს და რაღაც ამისთანათვისაც სულები დაუფარავად მინდა ვთქვა რომ მენანება მისი ნიჭი და მისი შესაძლებლობები მაგრამ ნუ დაახლოებით ხვდები რატომაც მოხდა ეს იმასაც ხვდები რატომ ეს ფორმა და რატომ არა სხვა როგორც ჩანს ის თავის სოციალურ ქმედითობას სხვა ასპარეზზე ვეღარ ხედავს 90-იანი წლების ოსტოში მეორე ნახევრიდან და ბოლოდან მაგრამ შედეგი ეს იმისაა სწორედ რომ რომანტიულობამ როგორც სხვანაირმა ხედვამ რომელსაც შეუძლია შექმნას რაღაცა ხანგრძლივი და ამის მაგალითი არის თუნდაც ყველა რელიგიური ხელოვნება რომელსაც უარსებია დედამიწაზე და ყველა რელიგიური ხელოვნება ყოველთვის არის მიმართება აბსოლუტურთან. მაშინაც კი როცა ეს არის ძალიან მატერიალური ფორმით, როგორც ეს თქვა, ბერძნული ანტიკური ხელოვნება. ხო, ახლა მეორე ამბავია პირადად ჩემთვის რომელია მიმართებაში უფრო ახლობელი. ხო, ბერძნული ხელოვნება ჩემთვის ახლობელი ნამდვილად არ არის. მაგრამ თქვა რომ ის არ არის, არ იმყოფება გარკვეულ კავშირში მიღმურ რელიგიურთან სიმართლე ნამდვილად არ იქნება. ყოველ შემთხვევაში იდეათა სამყაროსთან აქვს სულ ცოტა. თუ არა ღვთაებრივთან იმ აზრით, რომელსაც ქრისტიანი ამ სიტყვას აძლევს. და თუ ეს არ არის, თუ ეს არის მხოლოდ პიროვნული სწრაფვა, თუ იქ მაინც წინ არის მე განვიცდი და არა მე განვიცდი იმას და იმაზე არ არის მახვილი, მაშინ როგორც ჩანს ეს ვერ იქნება ასეთი მყარი. ახლა რა იქნებოდა ირაკლი ფარჯიანთან ძალიან ძნელი სათქმელია ის მოგხსენებათ 91 წლის დეკემბრის ტრაგიკულ დღეებში გარდაიცვალა გაგანია თბილისის ომში ამასაც ბედი არ უნდოდა 51 წლის კაცი არ ვიცი ასეთი რა დავაშავეთ რომ არ უნდა შეგვჩენოდა
ეს უნიჭიერესი მხატვარი. არა დავაშავეთ ნამდვილად და ზუსტად ის მივიღეთ. ისი ღირსებიც ვართ, მაგრამ ესეც მე მგონი ერთ-ერთი მუხლი იყო იმ საჟელისგან, ან ჩვენი უგულისყურობისა და ქერქეტობისთვის გვეწია. მერაბ ბაბრამიშვილი აგრეთვე ძალიან ადრე წასული ამ ქვეყნიდან, ძალიან ადრე. ცოტა მეტი წლისაკი იყო, მაგრამ ახლა მერაბთან სპეციფიკური ამბები არის და რას გააკეთებდა ირაკლი ფანჯარიანი 90-იან წლებში? აბა ვინ იცის? ნახავდა ის ძალას, რომ შერჩენოდა იმ თავის სამყაროს თუ რომელიღაცა წამლეკავი ტალღა აიტაცებდა მასაც. აბა როგორ გინდა ახლა ეს თქვა? არ ვიცით. მე ბაბრამიშვილი კაც შეგეტილობამ აი ამ განკერდოებულობამ შეარჩინა თავის სათქმელს იმ დასაბამიერ თავის სალაპარაკო. თუმცა შეიძლება ახლა მე არ ვიცი ახლა ასე არც თვითონ მიანალიზებია და არც ხისი მინახავს. დავუშვათ როცა უცებ ჩდება მასთან ეს ძალიან ლამაზი, მაგრამ მაინც საკმარისად საშიში ცხოველები. შეიძლება ესეც რაღაცაზე პასუხია რაღაცა გარემოებებზე. თუნდაც ის ამ მტაცებლებს რაღაცა ედემისებრ ბაღებში ათავსებდეს, მაგრამ მაინც იქნება ეს რაღაცა ცვლილება, რაღაცა מחვილის გადანაცვლება აქაც. ამასაც დაფიქრება უნდა და თარიღების შედარება და დინამიკის ნახვა, საით მიდის, რა მრავლდება, რა მცირდება. გაუთავებელი ომები რომ არის მასთან, საიდან მოვიდა ისინი? ამ იდილიურ სამყაროში, ამ იდილიური მშვენიერების სამყაროში. რა ერთიანებდა ახლა ამ ადამიანებს და სხვებსაც, სიტყვაზე ირაკლის უთითეს. ყველა ისინი ჯერ ერთი ძალიან სერიოზულად ეკიდებიან სათქმელს, მოტივს. წინარე თაობას 50-იანელთა თაობას ლოზუნგად ქონდა რომ რას გამოხატავენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ საუკეთესო და თუნდაც კარგ ნამუშევრებში რა თქმა უნდა ძალიანაც აქვს. და ის რომ თქვა ზურაბ-ნიჟარადე ხატავს იმ რა ვიცი იტალიელ ქუჩაში მავალთა თუ ყავის დასალევად რაღაცა კაფეში მაგიდას მიმდგარ ლამაზმანებს ეს სრულებითაც არ არის შემთხვევითი და რა თქმა უნდა ეს თანაგანსაზღვრავს იმ მხატვრულ შტაბეჭდილებას და იმ მხატვრულად გამოთქმულს რასმე რაც ამ სურათებმა მოიტანა. ისევე როგორ დავუშვათ ედმუნდ კალანდაძის და ჯიბსონ ხულდაძის ვთქვათ პეიზაჟური მოტივები, ახლა ეს ხნულს რომ ხატავს ჯიბსონ ხულდაძე ან რომელიღაცა გურის, რომელიღაცა კორობს, ვთქვათ ედმუნდ კალანდაძე ეს სრულებითაც არ არის ნეიტრალური მისი ხელოვნების მიმართ. რა თქმა უნდა არა. ან თუნდაც ბატონი ედმუნდი როცა ვიღაცას ხატავს და პორტრეტს აკეთებს, გრაფიკულს თუ ფერწერულს, რა ახლა ეს ისე შემთხვევით გააკეთა, რატომ არის რომ მის მოდელებს შეიძლება იჯგუფები არის, მაგრამ რაღაცა საერთო აქვს ხოლმე. რატომ? შერჩევა ხდება, ხოლმე რაღაც ნიშნით ხდება შერჩევა. მე რა რომ ის ამ ნიშანზე არ ფიქრობდა შინაგანად ის არსებობს. ისევე ზურაბ-ნიჟარაძე ყველასთან, ყველა მათგანთან, დიმიტრი ერისთავთან, ვისთანაც გინდა. მაგრამ თეორიის დონეზე ისიც გეტყოდნენ რომ არა. რომ თავარი არის თვითონ მეტყველება აი მხატვრული საშუალებების. ასე იაზრებენ ისინი თავის საკეთებელს. ეს თაობა, რომელიც 70-იან წლების ბოლოს ამეტყველდა, ის სხვანაირად თვლის. ის თვლის, რომ სათქმელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად მათთან ის არის სავსებით ლიტერატურული, პირდაპირ ამბად შეიძლება მოყვე. ესეთი მიმართავენ ამბებს. ლევან ჭოღოშვილი ისტორიულ ამბებს, გია ბუღაძე ხან ისტორიას, ხან ლიტერატურას, ხან ასოციაციებს რაღაცასთან, მუსიკასთან, მაგრამ ეს ასოციაციები სიტყვიერად ჩამოყალიბებათან და ჩამოყალიბებულთან არის ნაზიარები და მასზეა გასული აუცილებლად. ეს არ გახლავთ შემთხვევით ისინი ამ თავის სხვანაირობას სავსებით ცნობიერად აყალიბებდნენ და გარკვეულ თვალსაზრისადაც წარმოაჩენდნენ. ეს ისე არ იყო რომ ეს არის რაღაცა ხედვის წერტილი, რომელიც ადამიანებს აქვს და ის არის ნეიტრალური სხვათა მიმართ. არა, ეს იყო გარკვეული გამოწვევა თუ გნება და უნდა გითხრათ რომ 50-იანელთა თაობის მხატვრებს ისინი ძალიან არ უყვარდათ და არ უყვართ ახლაც. მათ მშვენივრად დაინახეს რომ ეს არის შეწინააღმდეგება იმ ხედვას რომელსაც ისინი აქ ვამბობ კიდევ კარგი მხოლოდ სანახევროდ მაგრამ მაინც ატარებდნენ
და ამ გამოწვევას მათ უპასუხეს სათანადო გასაგები ახლა რამდენად სწორი არასწორი ესულებს სხვა ამბავია მაგრამ გასაგები უარყოფითი დამოკიდებულებით სად პოულობენ ახლა ამ თავის სათქმელს ესეც არის მნიშვნელოვანი ყველა მხატვრისთვის მნიშვნელოვანი არის რომ ის რასაც ისინი აკეთებენ ზიარებული იყოს რაღაც მაღალთან მაღალ ღირებულებათა სამყაროსთან. შეიძლება აქ სიტყვა სამყაროს პირდაპირ მნიშვნელობას ქონდეს. სამყარო ხო ცის სახელია. ოდესღაც ხომ ფიქრობდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, რომ პირველი ცა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის მყარი. აი ეს ცა, მყარი არის სამყარო. და ამ შემთხვევაში მართლაც ეს იდეათა აი რაღაცა ესეთი სადღაც ზევით არსებული იდეები, რომელიც აღემატება ყოფის, აღემატება ყოველდღიურს, აღემატება პროზაულს იქეძებენ ყველანი. აი თუნდაც ირაკლის უსვიდე, რომელსაც თქვენ ვერ ნახავთ, თქვა სიუჟეტებს, ხომ? მაგრამ დაუშვათ ის დაგიხატავთ ხარს, რომელიც რაღაცა მითოლოგიურისკენ წაგეყვანთ, იმას მაინც, რაც აუცილებლად ლამაზი ან მშვენიერების სამყაროსთან არის ნასაზრდოები. ლიტერატურულ, მითოლოგიურ, რელიგიურია დაუშვათ მერაბ აბრამიშვილის სამყარო, ხომ? საკმაოდ ქრისტიანულად შეფერილიც. ხოლო გია ბუღაძეც ევროპული რომანტიზმის ჩვენი ისტორიის რომანტიულად გააზრებულ სახებებში იქ ეძებს იმ სადრისებს, რომელთა გამოტანა უნდა. ლევან ჯოვოშვილი ისტორიაში, თუმცა მე უნდა გითხრათ, რომ ლევანისთვის საინტერესო ამბავია ეს თავისთავად. ისტორია სხვანაირი მნიშვნელობა აქვს. ის თვლიდა და ახლაც თვლის და სხვა ეს მისი ვიდეოებიც სწორედ აქედან მოდის. ამიტომ სწორედ ვიდეო და ისეთი როგორიც მან გააკეთა. როგორც ისტორიის დოკუმენტური აღბეჭდვა. ლევანს მიაჩნია, რომ გამოგონილი ამბავი არ შეიძლება, რომ ხელოვნება ნამდვილ ამბავს უნდა ასახავდეს. ამ თვალსაზრისით ის სავსებით თანახმიერია ძველი პოეტებისა, ძველი მწერლებისა, სადღაც ალბათ აღორძინების ხანამდე, იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენი 90% ანტიკური მწერლობის, ხომ? თითქმის მთელი მწერლობა შუა საუკუნეების ის თავისი ცნობიერებით ისტორიას ყვება, ნამდვილ ამბავს ყვება. აი ვეფხისტყაოსანიც კი იქ ხომ გახსოვთ რას ამბობს, რას აკეთებს შოთა რუსთაველი? თავისი განზრახვით თამარს ვაქებდეთ მეფესაო ამბობს. შესაბამისად როგორ რაღაცანაირად, ახლა მე არ ვიცი როგორ, ამას ნამდვილად ვერ ჩამოვაყალიბებ, მაგრამ რაღაც სახით ვეფხისტყაოსანი როგორ ჩანს ყვება თამარ მეფის ამბავს. ახლა იქ არის რაღაცა ამბები, რომელიც თანხმდენილია, ხომ? თუნდაც ის რომ ეს არის თინათინი დედის ერთა მემკვიდრეა მამისა, მას მამა დასვავს ტახტზე. ეს პირდაპირ თამარის ისტორიაა, ხომ? საიდან მოიტანა ეს რუსთაველმა? სად მომხდარა ასეთი რამე? აი აქ მომხდა. შეიძლება როგორღაც თქვათ ავთანდილი ეს არის დავით სოსლანი. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ნამდვილად არ მინდა ახლა რაღაცა გამონაგონებში გადავიჭრა მე თვითონ, მაგრამ როგორც ეთყობა ამ შემთხვევაშიც ჩვენ რაღაცა ნამდვილი ამბის მოყოლასთან გვაქვს საქმე და ზღაპარი ეს ხომ მითოსია. ის ხომ ყვება ოდინდელ ნამდვილ ამბებს. იცის ალბათ მეზღაპრემ რომ ეს შემოსილია ეს ნამდვილი ამბავი რაღაცეებია და შემოსილი, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც რომ ის არსებები რომლებიც ზღაპრებში ქმედებენ და ჩვენ გონია არარეალურები, ყველა ეს კუდიანები და დევები და ასე შემდეგ, იყო კი ზღაპრის მთხრობელისთვის არარეალური? და ახლა სულთად გიჟად ჩავთვლით, მაგრამ მართლა არის კი არარეალური? ხო, თქვენ ახლა რქებიანი კაცი ტყეში არ დაგხვდებათ, რასაკვირველია. რა თქმა უნდა, იერი, რომელსაც ზღაპარი აძლევს ამ ვიღაცებს, შეიძლება სულ სხვანაირი იყოს ჩვენთვის, თქვათ. მაგრამ რაღაცა რეალობებს აღწერეს ეს ზღაპრები, რაღაც რეალობებს, რომელიც შეიძლება სულაც არ არის ისეთი არაარსებული და გამოგონილი, როგორც მავან სურთ. ყოველ შემთხვევაში ყველა ჩვენთაგანი თუ ის თვალებს გაახეს, მიხვდება რომ გადაყრია სადღაცა უცნაურ რეალობებს, ძალიან უცნაურს. უბრალოდ ჩვენ სხვა სახელებს ვარქებთ, კერიას არ ვეძახით, მაგრამ მე რა ვიცი ის რა არსია. არ აქვს ახლა ეს უკვე ძალიან შორს წაგვიყვანს ეს. ყოველ შემთხვევაში მე იმის თქმა მინდა რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ალბათ აღორძინების ხანამდე ხელოვნება ყვებოდა ნამდვილ ამბავს, მათ შორის ლიტერატურა და ჩვენ რომ გონია ვთქვათ შუა საუკუნეების რომანები გამონაგონი არ იყო ის იმ ლანსელოტის ისტორიის გარდამცხრობლისთვის რაღაცა შეთხზული. მისთვის არტურ მეფის
ისტორია სრულებით ნამდვილი ისტორია ზუსტად ისეთივე როგორც მისი თანამედროვე რომელიღაცა ხელმწიფის. უბრალოდ შორი იყო და ამიტომ მას შეეძლო იქ ცოტა შეეფერადებიდნენ და შეელამაზებიდნენ. რომ გამოეკვეთა სინამდვილე ისევ და ისე. ხო და იმის თქმა მინდა რომ ლევანი ამ შემთხვევაში აი ამ ძველ ტრადიციას უბრუნდება და დიდი ხანია არ ვიცი ახლა რას ფიქრობს, მაგრამ წლების წინ ყოველ შემთხვევაში სულ ემზადებოდა იმისთვისაც წარმოიდგინეთ რომ დაეწერა დოკუმენტური რომანი. სადაც მოყვებოდა, რა ვიცი ახლა რა ისტორიის მოყოლას აპირებდა ყოველ შემთხვევაში აქვს მიდრეკილება სიტყვის შემოქმედებისათვისაც და დღესაც ველოდები რომ იქნება ეს თავისი ძველი განაძრახი ოდესმე განახორციელოს. ასე რომ ლევანისთვის როცა ის ხატავს დოკუმენტურ ფოტოებს ეს იმიტომ კი არ არის რომ მას არ შეუძლია რაღაცა გამოიგონოს. მას უნდა დაინახოს სწორედ ნამდვილ ფაქტში ის ღირებული, იმ ფაქტში ჩაბუდებული ღირებულების უწყება უნდა ადამიანებისთვის და არა რაღაცა აბსტრაქტურის, მისთვისაც კი აბსტრაქტურის. ყველა მათგანს აქვს სრულებით გამოხატული დამოკიდებულება რელიგიისადმი. ეს არ არის შეიძლება ყველა შემთხვევაში იმგვარი დამოკიდებულება, მე რომ თად გამეხარდებოდა, მაგრამ რომ ისინი ყველანი არიან რელიგიურად ორიენტირებული ადამიანები, ესეც სიახლე იყო, წინათაობა ასეთი არ არის. მართალია ზურაბ-ნიშარაძეს აქვს ნათქვამი ესეთი ძალიან სასაცილო ფრაზა. მამა ჩემთან რაღაცაზე კამათობდნენ, მამასგან ვიცი ეს მე არ მომსწრები ვარ, მაგრამ რაღაცაზე კამათობდნენ. ზაფხულის გრძელ საღამოს. და ბოლოს ეს დამთავრდა იმით, რომ ბატონ ზურაბს უთქვამს, როგორ შენ გინდა მითხრა, რომ შენ იდეალისტი ხარ და მე წყეული მატერიალისტიო? ესე რომ მატერიალისტობა არ უნდა დაყოს ბატონ ზურაბს ნამდვილად. მაგრამ ახლა რომ ეთქვა მათთვის მაშინ ვინმეს რომ წადი ახლა და შენ იქ ღვთისმშობელი ხატეო, ალბათ ძალიან გაუკვირდება, თუმცა ეგ უკვე кай ხანია. რაც ბატონი ზურაბი ხატავს რელიგიურ სურათებს, ასე რომ და თვითონ ტელესიუჟეტია გაკეთებული, სადაც იმისთან რამეები აქვს ნათქვამი ეკრანიდან, რასაც რა ვიცი ახლა მავანი ხატმწერიც კი გაიკვირვებდა ალბათ ნათქვამის კატეგორიულობის თვალსაზრისით. ნუ რაღაც დაახლოებით ასეთ რომ იქ ყველაფერი გასაგებია, აი აქ ვიკითხოთ ჩვენო. დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს ახლა 50 წლის წინ ასე არ იყო ნამდვილად. მაშინ არ იყო. ასე რომ იმ დროს ეს იყო სიახლე. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. ახლა მაშინ ბევრი ადამიანი არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის რაღაცა წრი ადამიანებისა ვიყავით, ვისაც აგრეთვე გული მიგვიწევდა იმ რელიგიურისკენ, ახლა ბევრი ჩვენთაგანი წავიდა ისტორიული რელიგიების გზით, სადაც დავადასტურეთ ჭეშმარიტება, არ მინდა ვთქვა დავინახეთ, ვირწმუნეთ, დავადასტურეთ რომ იქ არის ჭეშმარიტება და იქ წავედით. სხვა გზა აირჩია. ჩემი გასაკითხი არ არის და ჩემი განსასჯელი საათ ვინდა რა უნდა გააკეთოთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს თავისთავად მიმართულება, ეს გეზი იმ უზენაესისკენ, უზენაეს ზიარებისკენ და ამ ზიარებულობის სხვათათვის გაცხადებისკენ საერთო იყო. როცა თქვა გია ბუღაძე და ლევან ჯოღოშვილი ისტორიას ხატავენ და როდესაც მერაბ აბრამიშვილი ხატავს თქვა რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ლეგენდარულ ამბავს, იქ აუცილებლად ქვეტექსტად არის ის უზენაესი ღირებულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. დღეს შეიძლება ეს ბევრს აღარ უნდა რომ იყოს, ვიღაცებს შეიძლება გახსენება აღარ უნდა, მაგრამ მაშინ ეს ასე იყო. და პირადად მე ეს მავსებდა მაშინ ძალიან დიდი და ესეთი მაღალი მოლოდინით. როგორც უფრო ხშირად ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში ჩემმა შიშმა უფრო მეტი მითხრა თურმე ვიდრე ჩემმა იმედმა, რისიც მეშინო და ის მოხდა, მაგრამ ნუ რას იზამახ, როგორც არის. უნდა გითხრათ ისიც არ შეიძლება ამის გავთვალისწინებობა, რომ ბევრი ჩვენთაგანი მაშინ უკვე ხვდებოდა, რომ საბჭოეთის დრო დათვლილია, რომ ეს ბოლოსკენ მიდის. მე პირადად ეს სრულად გავაცნობიერე, მე ზუსტად ახლა თარიღი არ ვიცი, მაგრამ ძალიან იოლია ამის დადგენა.
იმ დღეს საღამოს აღმოვაჩინე, როცა 10 დღის ტყუილების შემდეგ საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებმა გამოაცხადეს, რომ საბჭოთა ჯარები შევიდნენ ავღანეთში და დაიწყო აბსოლუტურად უიმედო და სრულებით განწირული იმ წამსვე განწირული ომი ავღანეთში. რაჯკუიც აპირებდნენ ამის გაკეთებას ქვეყანაში, რომელსაც ვერცერთმა სულიერმა ვერ მოუგრიხა კისერი და სადაც ყველა დამარცხდა, ხო უნდა მიხვდე, რომ ეს რაღაცა კანონზომიერებაა. და როცა ვერც ერთი დამპყრობელი ფეხს ვერ იკიდებს, ნუ ჩადგამ შენ ციკა. ოღონდ შემთხვევაში მე ამ შემთხვევაში არ ვთვლი, რომ თქვა ამერიკელები დღეს იქ ამავე მიზნით არიან. ნუ ხალ სტორს აკეთებენ თუ არა სტორს არ ვიცი მე, მაგრამ რომ ისინი იქ დამპყრობლებად არ მისულან და თავის ჭკუაში ისევ ამბობს სტორად თუ არა სტორად, ნუ რაღაცაში უნდათ რომ დაეხმარნენ ქაურობას და ესენი მივიდნენ დასაპყრობად და ამ ქვეყნის ლეგალურად თუ არალეგალურად კიდევ ერთ საბჭოთა რესპუბლიკად გადასაქცევად ეს ხომ სრულებით ცხადი იყო. მათ უნდა ემართათ იქ ეს სრულებით აშკარა იყო. ისევე როგორც ყველა ჭკვათან ყოფილისთვის ნათელი იყო, რომ ეს იქნება ის ლოდი საცთურისა, რომელიც მათ კისერს მოატეხინებს. და როცა ეს გამოცხადდა, მე მახსოვს, მე მამაჩემს ვუთხარი, რომ ეხლა დაიწყო დასასრული მეთქი. მაგრამ ჩვენ შეგვეშალა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამას დასჭირდება დიდი დრო და სადღაც 25, 26, 27 წელი გვეყნა, სადაც 2005 ან კიდე ცოტა მერე ხანისთვის ვდებდით დაშლა საბჭოთა სახელმწიფოსას. როგორც ხედავთ, ძალიან წარედ შეგვეშალა, თითქმის 20 წელი. და ამ ჩვენმა გულარხეინობამ აგრეთვე ძალიან ცუდი შედეგი გამოიყო. ახლა მე ვერ დავიჩემებ, რომ ჩვენ რომ მიხვედრილი ყავით, რომ ეს ცოტა ხნის ამბავია, რაღაცას იმისთანაც დავატრიალებდით, რომ მაგრამ შინაგანად მაინც ვიქნებოდით მზად იმისთვის, რაც მოხდა, არ ვიყავით. ჩვენ არ ქონდა ბოლომდე გააზრებული არავის, ამ შემთხვევაში ამ ხატრებსაც გულისხმობ. ჩვენ მაინც ბევრად უკეთესის მოლოდინი ქონდა ჩვენი გარეშე მომყოფი ადამიანებისგან, ჩვენ მათ სიმტკიცეზე, მათ თუნდაც მამული შვილობაზე გაცილებით უფრო უკეთესი აზრი ქონდა შემუშავებული, ვიდრე ეს სინამდვილეში გამოდგა. ჩვენ მაინც გვეგონა, რომ თუ ადამიანი რაღაცას ლაპარაკობს, ის ასევე იცხოვრებს და თურმე უბრალოდ მოდური ლაპარაკი იყო ბევრისთვის, იგივე მამული შვილობა თუ რელიგიურობა თუ რაც გინდა და როცა ერთმა თუ მეორემ თუ მესამემ მათგან რაღაც მოითხოვა და იდეები ითხოვენ რაღაცის დათმობებს, აბა ისი იდეაა თუ მან საერთოდ არაფერი შეცვალა შენში, ხომ? აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ეს სრულებითად არ სურთ, რომ მათ ურჩევნიათ იდარდონ იმ დაკარგულზე, რომელსაც ამდენს ვითომდა კილავდნენ და აკრიტიკებდნენ, ვიდრე თავის თავში რაღაცას მოერიონ და სცადონ რაღაცას შექმნან. გაცილებით უფრო დაშლილი აღმოჩნდა საზოგადოება, ვიდრე ჩვენ გვეგონა. უბრალოდ ჩვენ ვიცოდით, რომ ის დაშლილია, მაგრამ ჩვენ მაინც გვეჩვენებოდა, რომ მისი ხელახლა აწყობა უფრო მარტივი იქნებოდა. ჩვენ ასე გვეიმედებოდა, რომ ეს წითელი ჟანგი არის ძალიან თხელი ფენა, სულ შეუბერავის წავა და დედაჩემმა თქვა, მე სულ მეგონავ, რომ როგორც კი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ფიქრობდი, რომ აი ხვალიდან ყველა გამოვა სახლიდან და დაიწყებს დამოუკიდებელი საქართველოს შენებას. და ახლა ფიქრობდი, ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? იმდენიმე სიხარული და ბედნიერება, რაც მოსახლეობის არ ვიცი რა პროცენტმა დაიწყო ამაზე ფიქრი, არათუ ისი მეკეთება. ალბათ 0.00001-მა. დღესაც ადამიანების უმრავლესობა ნატრულობს თავის საბჭოთა სამსახურებს, არ ვიცი. ბევრი რამე გავიგე ჩემი ცხოვრების მანძილზე, ზოგი გულით, ზოგი გონებით, ზოგი ორივეთი, მაგრამ ეს მიეკუთვნება იმ მოვლენათა კატეგორიას, რომელთაც ვერანაირი შეგრძნების, ფიქრის, განცდის ორგანოთი ვერ ხვდები. სრულებით ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გენატრებოდეს ეს უბედურება, რომელსაც ჩვენ ამდენი დრო გავატარეთ ისედაც და კიდე გინდოდეს, რომ ის მოგინომდეს. დავანებოთ ახლა ამასთან. ყოველ შემთხვევაში ესეც იცით მოლოდინი იმისა, რომ ეს მთავრდება, რომ იქნებდა რაღაც სხვა იწყება. იქნებ ჩვენს პატარა ქვეყანასაც აი იმ ცვლილებაში რაღაცის თავისი თქმა მოუხერხდება, ახლა გავაყრუებთ მთელ ქვეყნიერება და შუქურება დაუდგებით თქო. ასეთი სულელები არ ყოფილვართ.
მაგრამ ფიქრობდი და მე დღესაც მგონია რომ ეს არ არის შეუძლებელი რომ შეიძლება ჩუმი სიტყვა თქვა და არა აქვს მნიშვნელობა გაიგო თუ არა ამის შესახებ ვიღაცამ შიკაგოში მაგრამ ეს ნათქვამი სიტყვა თუ ჩაერთო ასე ვთქვათ კოსმიურ ხმიერებაში და თუ იქ რაღაცა შეცვალა სულებით არ ეცოდინება პეკინში, დელიში, მელბურნში ამის შესახებ ვიღაცა, არ ვიცი, ისტორიის პროფესორს, მაგრამ ცვლილება მოხდებოდა, აი ამაზე უფრო ფიქრობდით. ჩვენ რა შეგვიძლია სწორი გავაკეთოთ, სწორი ჭეშმარიტი გავაკეთოთ. და ის რასაც აკეთებდნენ ეს მხატვრები, როცა ეძებდნენ ფორმას, უჩვეულო სხვადასხვანაირად ეძებდნენ. სხვადასხვა ტიპის დეფორმაციის, სხვადასხვა წყაროები ქონდა ამ დეფორმაციებს. უბრალოდ ეს დეფორმაცია არ იყო რასაკვირველია ტრანსფორმაციას რეალობისას. ან თუნდაც უსაგნო ხელოვნებას, რომელსაც დრო და დრო მიმართავს ირაკლი ფარჯიანი, თუმცა ვერ დაარქმევ უსაგნო მხატვარს პარალელურად აკეთებდა სრულებით თანადროულად, ამისა ერთსა და იმავე დღეს აკეთებდა უსაგნოსურად და საგნობრივს. და ბოლოს თქვი კიდეც მე მგონია ეს ერთ ჩვენ საუბარში, მაგრამ არაფერი ეს ისეთი გამეორებაა, რომელიც მე ვფიქრობ ღირს ამათ, არის მისი უკანასკნელი სურათი, რომელიც არის სრულებით გასაგიჟებელი რამ. ეს არის აბსტრაქტული მოტივი, რომელიც გადაიქცა პეიზაჟად. მართლა გადაიქცა აბსტრაქტულმა ფორმამ დაბადა პეიზაჟის. სრულებით წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ ასეა. და ამას მეტაფიზიკური პეიზაჟი ქვია ამ სურათს, რაღაცა უშველებელი შავი კლდეა და აი ეს ნამდვილად იყო შავი ლაქა. და უსეფის გახდა კლდე. უბრალოდ ირაკლი მიხვდა ცხადია, ეს მოხდა, მაგრამ გასაოცარი რაღაცა, გასაოცარი როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო. რა ხდებოდა, რა იქნებოდა ამის მერე? არ ვიცი. ეს ხადი არ ვიცი, ეს უკვე საიდუმლოა, მაგრამ ასეთი რაღაცა თავისებური რამ ხდებოდა. და ყველა მათგანი ყვება აი იმ ამაღლებულზე, იმ მშვენიერზე, იმ თუნდაც ტრაგიკულის მშვენიერებაზე. ლევან ჭავაშვილის თემა ეს არის მაგალითად. თუ გია ბუღაძეს ისტორიაში ასეთი მისტიკურად მშვენიერი იტაცებს. ნახევრად ლეგენდარული წიაღი, საიდანაც რაღაცა მიღმური გადმოდის. ლევანისთვის ეს მეტაფიზიკური, მასთანაც მეტაფიზიკურია, მასთანაც მიღმურია, მაგრამ ის გადის ისტორიულ დრამებზე, ისტორიულ ტრაგედიებზე, ბიოგრაფიულ ტრაგედიებზე, ამიტომ ხატავს ამდენს წაგებულს, დაღუპულს. მისთვის ხელოვნება კიდევაც რა ვიცი ახლა ეს გამახანგრძლივებელი თუ გამაუკვდამყოფელი უნდა იყოს აი ამათი, ვისაც არ გაუმართლა ამ წუთის სოფელში, ის ასე ხედავს. ირაკლი ფარჯიანი რაღაც მშვინვიერ მისტიკურში, მშვინვიერიდან სულიერზე გადასულში, ემოციურ სითფოთი გადადის მიღმურ სამყაროში, ასე ეძებს იმ მიღმურს, ასე ეძებს ღვთაებრივს. ამიტომ თქვა პორტრეტს აკეთებს უხვად, სადაც ემოციური კონტაქტი აქვს მოდელთან და გაყავს ის, მე მგონი მაინც ისიც გაყავს სადღაც ამ ყოველდღიურობიდან, ამ დღევანდელიდან და ნატურმორტები აქვს გასაოცარი, სადაც ყველა ყვავილი აი ამისა ანგელოზია. აშკარად ის არის მატარებელი რაღაც სხვა ბუნების, რაღაცა სხვის, რაც არ დაიყვანება არავითარ ბოტანიკაზე, არავითარ ფლორაზე, საერთოდ არაფერ მიწიერზე. ისინი კი არის წკრიალებენ რაღაცას, ჟღარუნობენ აი იმას. ვიტაჟვანი ამას ჟღერენ, როგორც მოციქულებზე ამბობს რუსთველი. რაღაცას სხვას გვაუწყებენ. რა ვიცი ახლა ალბათ ადამიანებს ყველაფერი სხვადასხვანაირად ახსენდებათ. ჩემთვის ეს იყო ძალიან ბედნიერი წლები, ბედნიერი იმ თვალსაზრისით, რომ სავსე იმედით, სავსე მოლოდინით, სავსე ძალიან საინტერესო ყოველდღიური ურთიერთობით და ამ ურთიერთობიდან დაბადებული რაღაცა შემოქმედებითი ბიძგებით. იმათთვის არ ვიცი, ჩემთვის. და კიდევ ერთი. რა თქმა უნდა, ყველა ამ ადამიანს ჰქონდა ძალიან ბევრი ფიქრი ქართულზე. ამ აზრით ჩვენ ალბათ ნაციონალისტები ვარ, დაიკრუნჩხება ახლა ნახევარი ჩვენი ლიბერალია, მაგრამ შევახსენებ ამ მინდოდა მეთქვა ქალბატონებს და ბატონებს, მაგრამ მე მგონი უკეთესია ვთქვა ამხანაგებს. სამწუხაროდ ამხანაგ სიტყვიდან ქალურს ვერ ვაწარმოებ, ქართული ამის საშუალებას არ მადლებს. რომ სულთად პოლიტკორექტული ვიყო.
რომ ეროვნული ქართულ ტრადიციაში და ჩვენ თავხედობად ჩამომართვეთ თუ გნებავთ ნამდვილად იმ ქართული ტრადიციის გამგრძელებლებად გრძნობდით თავს ჩვენ მკითხულობდით იმ ძველ ადამიანებს ჩვენ მათი სახელები, მათი სახეები და მათი ნაფიქრი ქონდა ყოველთვის თვალწინ ყურში და მეხსიერებაში. ჩვენთვის ყველაფერი ქართული ყოველთვის ნიშნავდა, ანუ ნამდვილად ქართული ნიშნავდა, ნამდვილად უნივერსალური ზიარებულს თუ არა და მას ჩვენთვის ღირებულება არ ჰქონია. ჩვენთვის ქართული ნიშნავდა იმას, რომელიც წილნაყარია ყველაფერ საუკეთესოსთან, რაც კი იცის ხილულთა და არახილულთა მომცველმა ქვეყნიერება. და ჩვენთვის თქვა საქართველოს დამოუკიდებლობა ეს უბრალოდ რაღაცა როგორ გითხრათ ხელმოწერა კი არ იყო რაღაცა ქაღალდზე, არამედ ეს იყო შესაძლებლობა აი ამ ჩვენს მიერ განცდილი უნივერსალურის განხორციელებისა და საბოლოო ნატურაში, რომელიც ჩვენ ყველას ჰქონდა, იმგვარ სახელმწიფოდ განხორციელებისა, რომელიც მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო შეიძლება იყოს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა ადამიანი, ვისაც მართლა სჯერა, რომ თუნდაც პარლამენტარულად დემოკრატიული ქვეყნები, თქვათ საფრანგეთი და გერმანია ერთნაირი ქვეყნებია. თუ ვინმეს მართლა ასე გონია, წაბრძანდეს იმ ქვეყნებში და იცხოვროს ერთი ორ-ორი თვე და თვითონვე ნახავენ, რომ ისინი სხვანაირად ცხოვრობს. არ შეიძლება სხვაგვარად იყოს. და ეთყობა იტალია და თქვათ ვინაყვავს აქეთ რესპუბლიკა. თქვათ უნგრეთი ერთი და იგივე ქვეყანაა. ეს ხო სასაცილოა. სასაცილო. და ამ აზრით ჩვენ გვინდოდა რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო კარგი ქვეყანა იმგვარად როგორც მას შეუძლია იყოს კარგი ქვეყანა თავისი მონაცემებით დაწყებული ზომით ადამიანების ტემპერამენტით და დამთავრებული იმ დანაგროვებით იმ ისტორიულ სულიერი დანატოვარით რომელიც ჩვენ გვაქვს და სხვა აქვს ამიტომ მისი ქვეყანა სხვანაირი უნდა იყოს ეს არ გახლავთ ის რასაც რუსები ამბობენ თავის განსხვავებულ ისტორიულ გზაზე რომელიც რატომღაც უნდა იყოს უბრალოდ უკუუმას გზა ყველა მიდის ზევი და რატომღაც იმან უნდა იაროს თავდაღმართზე ამაზე არ არის საუბარი უბრალოდ იმ საყოველთაო ღირებულებებისგან სვლა მე დღესაც ასე ვთვლი არ ვიცი რას ფიქრობენ ჩემ მეგობრები ახლა მაგრამ მე კვლავაც იმადრისა ვარ ვერ იქნება ისეთივე როგორიც აქვს იქ რა ვიცი ჰოლანდიელს იმიტომ კი არა რომ ჰოლანდიელის გზა აუცილებლად ცუდია. მე კი მგონია რომ ძალიან გაუგუმართებულია ისე როგორც ჩვენი გზა. მაგრამ გამრუდებული, გაუგუმართებს ვიტყვით. არ იქნება სწორი. გამრუდებულია ძალიან. მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება ამსტერდამიდან და თბილისიდან ერთი და იგივე გზა მიდიოდეს სადმე. გინდა ჩვენ ერთი მიზანი გქონდეს. ეს მიზნები შეიძლება მხოლოდ ღირებულებათა სამყაროში დაემთხვეს და ფორმების თვალსაჩინო ჩვენ სხვა ფორმები მოგვინდეს. რატომაც არა რა არის ამაში ასეთი შეუძლებელი. დღეს მართალია ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება და ყველა ერთნაირი უნდა იყოს, მაგრამ ძალიან მალე გაირკვევა. და ჩემი მსმენელების დიდი რაოდენობა ჩემგან განსხვავებით ამას უთუოდ მოესწრება, თუმცა აღმოჩნდება რომ ეს ასე არ არის და თურმე სხვა რაღაცეები უნდა იყოს. ნუ თუნდაც დღესაც ასე არ არის, რომელიღაცა ქვეყანა არის უნიტარული, როგორც საფრანგეთი, რომელიღაცა არის ფედერალური, როგორც გერმანია, რომელიღაცა არის კიდევ მესამენაირი, ზოგი ისეთი რესპუბლიკაა, ზოგი ასეთი რესპუბლიკაა და ძალიან არსებითი სხვაობებია იქ. ნუ ჩვენც აი ესეთი რაღაცა გვინდოდა. სხვა ამბავია რომ რესპუბლიკა არ გვინდოდა, მაგრამ ეს სხვა საკითხი. ახლა უნდა ითქვას რომ პარალელურად იყოს სხვა ჯგუფებიც რასაკვირველია ჩვენს თაობაშიც და არ შეიძლება არ ითქვას მაშინ ასე ჩანდა ყველაზე ისეთი ალტერნატიული ჯგუფი ასე ვთქვათ ეს იყვნენ ის მხატვრები მე ისინი ვახსენე რომლებსაც თავი მოეყარათ ალექსანდრე ბანძელაძის გარეშემო თუმცა იქაც უნდა ვთქვა რომ იყო ღირებულებითი თვალსაზრისით მსგავსი რამ ის ადამიანებიც ეძებდნენ რელიგიურს ეძებდნენ მაღალს ეძებდნენ უნივერსალურს ასე იყო თვითონ ბატონი შურა როგორც მას ეძახდნენ ასე იყვნენ მისი შეგირდები ნუ მაინც ჩამოვთვლი ილიკო ზაუდაშვილი გელა ზაუდაშვილი ლუკა ლასარეიშვილი გია ეძგვერაძე ისინი ყველანი აქეთკენ მიდიან ოღონდ მაინც სხვანაირად ჩვენ ასე ვთქვათ თუ შეიძლება ჩვენობით მოვიხსენიო წინა დასახელებული მხატვრები
მაინც უფრო მეც ვანდომებდით ფიქს ეროვნულზე ვიდრე ისინი. მათთან უფრო მეტი იყო დასავლურ თანამედროვეზე გაპარული მზერა. ჩვენ ვუყურებდით დასავლურს განათვალები დახუჭული კი არა ქონდა. და ვეცნობოდით და მოგწონდა არ მოგწონდა გამათოვდით რაღაცას ვიწონებდით, მაგრამ იქ უფრო ერთნიშნელოვანი იყო ორიენტირი ვიდრე ამ თქვათ რომანტიკულ ჯგუფში. ეს გარკვეულ დაძაბულობებსაც კი ბადებდა წარმოიდგინეთ. თუმცა არავის ქონია სურვილი და არც მისულა აქამდე რაღაცა ღია დაპირისპირებამ და ყოველ შემთხვევაში ისინი ცალ-ცალკე იფინებოდნენ და არ არის შემთხვევითი რომ სწორედ ბანძელადი ჯგუფის გამოფენა მხატვრის სახლში და გია ბუღაძის და ლევან ჭოყოშვილის ერთობლივი გამოფენა სახელად ისტორიიდან განცდილ იქნა როგორც ორი ნაკადის ერთგვარი ასეთი მანიფესტი. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენები იყო, ნახა პირადად ჩემთვის რა გიღა მე ამ მეორე თუ პირველ ნაკადთან უფრო ახლოს ვიყავი, ეს უფრო მნიშვნელოვნებოდა, განაც ვიზიარებდი სტრაფებს, რაც მათ ჰქონდათ. მაგრამ გონია რომ ეს საზოგადოებრივადაც ასე იყო. ყოველ შემთხვევაში ბევრი აწლეულის განმავლობაში ცოტა იყო გამოფენა, რომელმაც მათ შორის ძალიან კარგი გამოფენებიც, რომლებმაც ასე აალაპარაკა საზოგადოება, როგორც ეს ორი იყო. ასე მოვედით ჩვენ პერესტროიკის ხანამდე. რომელსაც თითქოს უნდა მოეტანა რაღაცა სიახლე, რაღაცა თვალსაჩინო შეიძლება მოეტანა კიდეც. მაგრამ რა თქმა უნდა ოდნავადაც ვერ განახორციელა ის, რასაც სიტყვიერად გვპირდებოდა. ჩვენ ჩემს გარშემოყოფ ადამიანებზე ლაპარაკობ ახლა. ეჭვი არ გვეპარებოდა რომ ყველაფერი ეს ტყუილია. მაგრამ ვიღაცებმა ხომ ეს სიმართლედ მიიღეს. და მაინც ამ თუნდაც ტყუილმა მან გააჩინა გარკვეული შესაძლებლობები და გააჩინა კიდევ დამატებით უკვე ბზარები კი არა, უზარმაზარი ნაპრალები. ამ ხანაგების ლენინის, სტალინის, ტროცკის და სხვათა მიერ შეჭედილ შენობაში. ნაპრალები, რომელშიც სხვადასხვა რამ შემოვიდა. შუქიც, მღვრიე, წყალიც, ძალიან ბევრი რამ. და დაიწყო ის ხანა, რომელშიც ჩვენ დღესაც ვცხოვრობთ. იჯერ არანდან დამთავრებული. მის შესახებ უკვე შემდეგ და ფიქრობ საბოლოო დამასრულება საუბრისას მოგხსენებ. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ.